ადამიანები მუშაობენ სამათხოვრო ქვია იმ ხელფას, რასაც გასცემენ კომპანიები, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი ამუშავო 300 ლარის სანაცვლოდ. ასე ეხმაურებიან მოქალაქეების სახსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია. უფრო კონკრეტულად 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7% პუნქტით გაიზარდა და 14.7% შეადგინა. უმუშევართა რაოდენობამ კი 10,800-ით მოიმატა და მთლიანობაში 229,400 გახდა. გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება. სამუშაო საძიებლად კი უფრო მეტი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ. უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი არის რეგიონებში. უმუშევრობის პრობლემის, რა ვიცი, ძალიან ბევრი გამომწვევი ფაქტორი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანა წარმოების მიმართულებით არ ვითარდება, ანუ ეს დაპირებული ქარხნები არ არის აშენებული და შესაბამისად აი რაიმე ისეთი ცენტრები, სადაც ადამიანები დიდი კონცენტრაციით უნდა იყვნენ დასაქმებულები, არ გვაქვს და შესაბამისად უმუშევრობაც არის მაღალი. წუხაროდ ბაზარზე რაღაცნაირად დგას საკითხი, რომ აი 50 წელს გადაცილებული ადამიანების სამსახურში აყვანა არავის არ უნდა და შესაბამისად აი ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მეტი არის ეს მაჩვენებელი და არ ვიცი ვისურვებდი რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს და ბიზნესებმა გადახედონ საკუთარ მიდგომას. მე პირდაპირადაც უმუშევარი ვარ. რა ვიცი, ვერაფერს გეტყვით ხვალს. დასაქმებელი ნაკლებია რა თქმა უნდა. სამუშაო არაფერია. თბილისში ბევრი მიდის, ბევრი მუშაობს თბილისში და გზის ფულიც ხო უნდა, დრო უნდა, დასვენება უნდა ადამიანს. ანუ რეგიონთან შედარებით დედაქალაქშია უბრალოდ სამუშაო. ხელფასიც მაღალია. მე მაგალითად ეხლა ერთი თვია 71 წელსა ვარ, ერთი თვია გავისამო 30 ლარი მაქვს დღეში. 14 საათია ვუშაობ. რა არის საათში ვერი ლარი. არც ამყოფლის საჭმელი ფრად. ძალიან ცუდი სიტუაცია საქართველოს სამსახურების მხრივ, არაფერი არ გაზრდილა, პირიქით ხალხი გადის და ალბათ ბებრები და ბავშვები დარჩებიან ბოლოს ეგ. ობიექტურად რო შევხედავთ, უმუშევრობის რიცხვი გაზრდილია. განსაკუთრებით რეგიონებში, მაინც ახლა რეგიონები ისეთი ადგილია, სადაც უმუშევრობის პრობლემა გვაქვს. აშკარად ჩანს სახეზე. ქუჩაში რო გაიოდა ყოველ 10 ადამიანიდან მინიმუმ 7 ადამიანი გეტყვის უმუშევარია. ან თუ დასაქმებულია, ეგეც თუ დასაქმებული ძალიან რასაც ეგენ ეძახიან, ანუ სოფლის მეურნეობას მუშაობენ ძირითადად. საქმის მონაცემები არ ვიცი, რამდენად სანდო არის ამ ბოლო ხანებში, მაგრამ ზოგადად ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ჩვენი გარემოცვლა გამომდინარე, ნაკლებია არის აშკარად. სახსტატის მონაცემებითვე სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში დაახლოებით 44%-ია, ხოლო კაცებში 66%.